ხალხებო კიდე რა წაშლილი სახე მაქვს ეხლა გავიღვიძე ეხლა არის აქ 12-ის რაღაცა წუთები აბსოლუტურად გავიღვიძე მე ისევ ჩამეწევს უმოში რაღაცა ჩამოწუწული con pasta forno გამართლა pasta forno გამოვიდა იდეალური იმაზე გემრიელი ვიდრე ვაკეთებ ხოლმე ძალიან გემრიელი ახლა ცოტა მოწეს ვიგდე ეს მაჩუკის კალო მაჩუკის აქვე საკონეში მაგრამ სიზავდნენ 29 евро გადავიხადე მარტო კონსილერსა და Regina Borgoia. Liners. Ai, ზუსტად მაშინ მირეკავენ, როცა ვიდეოს ვწერ. რაღაცა მსგავსი. მაგრამ ხარობს ახლა. მოიცადეთ. დამაცადეთ ვიდეო ჩავწერე. ხო შევატყერო რაღაც დაბალ ხმაზე ისმის ხოლმე. ცოტა ჩემი ხმა არ ვიცი რატო ან ძალიან ხმა დავლაპარაკობ იმ დონეზე გადავეჩვი არ ვიცი იმიტომ რომ გაშინაც დისკომფორტი შემიქმნა ჩემ ვიდეოს რო გადავხედე მაგრამ it's okay არა ვიცი ეს მოიკონა რა კაი რამეა ჩემი 1 საათი რო არ დგეხარ კონკანთან და სახეს რო არ აწვალებ იმენა ტუშის ჩამოშორებაში და თემებში ახლა გავიღვიძე შევედი კუჭუხიძემ რაღაც გვერდი გააკეთა ერთი სიტყვით ემიგრანტებისთვის და გავწევრიანდი იმ გვერდში მეც და 9 ქალი დაიჭირეს. აქედან 6 ქართველია თუ არ ვწდები. ეხა საბასურა გავს. It's okay. დავურეკავ ცოტა ხანში და უთხარი. ხანა? ჭრაზე გიждები, იცი? იმ დღესაც დაიჭირეს ტარანტულში ეს ქართველები. ერთს შინაპატიმრობა მიუსაჯეს მგონი. ბავშვი რო ყავს მანდიდან გამომდინარე. ბავშვი გონძუძუზე ყავს თუ რაღაც და მიუსაჯეს შინაპატიმრობა მანამ სანამ ბავშვი წამოიზრდება. და მე დააპატიმრებენ. ხო იციან რომ ამ საქმეს დასდევს ეს გამითავდა და ძალიან მიყვარს სხვაც მოქვს ეს არ მომწონს ეს მერჩემ ხო და რო იციან რომ მაგრამ ეხლა დაიჭირეს იმაშიო ჩრდილოეთში და ზუსტად არ მახსოვს რო იციან რომ ესე დასდევენ მაინც რატო შვებიან რომ ეს ქალები, ქართველი ქალები დაასაქმონ და ფული აიღონ და მერე ეს ქალები ცუდ რაღაცას ჩადიან ამ სამსახურებში და მე
ყველაზე ტყდება ჯოხი რა. აი რატო რა მუღამია? რა მუღამია ვერ ხვდები. მართლა. რატო უნდა ეს ადვილი ფული ვერ ხვდები და იტალიელებიც ესე არიან ახლა მაგალითად ჩემი ერთზალი რო დავასაქმე იტალიელმა მომწია ეს სამსახური და 350 ევროა გადასახდა 350 ხო არ არის არა რაში უნდა გადავუხარო რაში დასაუბრებაზე მეწავედი თმითათრია და მეწავედი იმ ქალსაში მივცე ფული ხალხო რაში მივაცემენო ფული ის მუშაობს ის იტას იმაში რომ ტელეფონის ნომერი მოგცა იმაში მივცეთ ფული რომ წარიჭეროს ამიტომ წყალი ამოდის Professor. წყალი არ გადის ხან. ხოდა. ან. აკაკი გავაძებო. პაპიეს დავანა. რაში გადავახტევინა 350 евро ხალხო. ის იტანს ყველაფერს რაში რა არ ვიცი არ მივაცემინებ ფეხებს მგითი მე ვფიქრობ რომ არ გადავახტევინე ნახოთ იმიტომ რომ როცა დაუშვათ დამსაქმებლობას იბრალებ არა დამსაქმებელ გავჩი როგორ პონტე იყო იცი რამოდენიმე დღეს წინ გამოჩნდა სამსახურები დაურეკე ქართველებს აქ სადაც ვარ და აქ გუნდკი მეტა შემიცლოს განახოთ მაგრამ ვერ გამოჩნდა მეთქი სამსახურია რაღაცა ყიდიო შრას ყიდი ქალ როგორ უნდა გავყიდო მაგრამ მიტყდება ეგეთი ანუ პონტეცი მე მუშაობა დავიწყე მეც ფული გადავიხადე თავიდან სამსახურში 200 თუ 250 ზუსტად არ მახსოვს ხონა აი ძნელია რა ძნელია და ეს ქართველი ერთი მეუბნება რომ ისო აი ღო ერთი ორი კაპიკიცაო შენცაო რა თუ არა და მე ერთი და ხალი ყავს დასაქმებელია სხვა ქალაქშიაო იმას მივცემო და 650 ევროს იღებს გოგო ნახევარ ხელფას მეტს დაშე რაში და მე გავესაუბრე ამ დამსაქმებას რამდენს იღებ მეთქი რა უთხარი რამდენით ახლა დრაში მე უნდა მივხედო ყურადღება მივაქციო სამსახურიდან გამოვიდე ჩემ აჭა ბლა 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 აცა ყველა არის დასაჭერი ეგეთი ზუსტადაც არ მენანებიან იმიტომ რომ მოვდივართ ყველა ჩვენი პრობლემით ემიგრაციაში ხო ეს და ჯერ ნაბიჯები არ გვაქვს ადგმული რომ უკვე ვიღაცა ფულს გვაახევს აბოზრე ნუ ჩემი ლექსიკა არ შეცვლილა ხალხო ისევ ისეთია
ხონა დიახაც დასაჭერები არიან თან ცოტა გული მწყდება რომ აუ სულ ქართველები ესეთ პონტებში და გარგიტნო უშიშაიან აზერბაიჯანი ხალხი ვარ რაღაცა ბესპრიძელი ხალხი ვართ აზერბაიჯანი კი არა ბესპრიძელები ვართ ეგენა გაგვდის და ვაკეთებთ მაგრამ ეს ცუდია შენივე ქართველის ხარჯზე როგორ უნდა მოითბო ხელი რატომ უნდა მოითბო თორე როგორ არ უჭირთ ხო ხედავთ ამ დღეს ტარანტოს დაერივნენ და ეხლა კიდე ჩრდილოეთს სერიოზულად გვიჭირს ერთად დგომა ან რაღაც შანსია კარჩე ვისაც ეხლა ახალი გადაწყვეტილი გაქვს იტალიაში ჩამოსულ ან ვინც ახალი ჩამოსული ქართველებს შეეშვით თუ თქვენ ნათესავი არ არის შეეშვით ვაფშე ყველას არ გინდათ მე ქართველებთან ურთიერთობა აქ არ მაქვს ერთი ლალიდა სოფო და ლუბა ჩემი მეზობელი მორჩა მოშორდნენ არ მინდა რა არ მინდა და ეს ძალიან კარგი რჩევა მომცის თავიდანვე რომ კეთიო ქართველებთან თავის შორით და რატო უნდა ვიქცეოდეთ ასე ერთია და ერთმა გოგომ პოსტი დაწერა საახალწლო პერიოდში ანონიმურად დაწერა Facebook-ზე იტალიელების გვერდზე რომ მაინტერესებს რომ ყველა დამსაქმებლის სახლში ასე ხდება თუ არაო ერთ ქალს ოფული არ ქონდაო საჭმლის ფული ვერ დადოვო და საახალწლო სუფრას ყველა მიუსხდა ის ქალი არაო ეს როგორ უნდა იკადრო გოგო ხა ეს როგორ უნდა იკადრო ქართველმა შენაგავო არ შემიძლია მაგრამ ამაზე უარესებსაც კადრულობას ავწუხაროთ ბევრის მკადრებლები არიან მე რა ვიცი ხალო ერთმანეთს ცემენ გლიჯავენ ვაიმე იცი როგორი ხალხი არის ადამიანები ესე არის ცულებიან ემიგრაციაში რომ მოდი ეგეთი იყავი და ეგეთი დარჩი უბრალოდ ეხლა უფრო ბესპრიძელი ხარ იმიტომ რომ შენები არ გაკვირდებიან და ყლეზე ბოდიშით ფეხებზე გტვდია ხოდა ვინც ახალი ხართ ბევრი ახალი შემოგვემა და მე გეტყვით რომ ცოტა უზრდელი ენა მაქვს უზრდელი ენა არა მაქვს ისეთი ვარ მიყვარს ცენზურო სიტყვებით ლაპარაკი ხოდა იმედია თქვენს ლამას და სათუთყურებში ცუდად არ ჩაგესმევათ ჩემი ეს სიტყვების კორიანდელი ასე რომ ვთქვათ და არ შეგაწუხებთ ვიმედოვნე ხონა ვინც მიცნობს და ახლა იციანა ვინც ძალიან დიდი ხნის გამოაწერია ერთი სიტყვით გოგოება აი გამბავია და ძალიან მაწუხებს რა არ უნდა მოისპოს ვინმე რომ მოვიდეს და მითხრეს რომ ვინმე დამსაქმებელს ხო არ იცნობ ვინც აესე ხალხის ხარჯზე ხალხს ამუშავებს არის იმენა ტრეფიკინგია აბა რა არის ვერ გავიგე ჰა ხალხი ჩამოდის ვალები აქვს ის უნდა რომ რაღაც თავის ყოველდღიურობა საქართველოში თავის ყოფა გააუმჯობესოს და პირველივე ხელფასიდან ფულს აწყნაბ საცემი არა ხა ამას ვიწევ თუ მეტყვი ჩაუშიო იცი ჩაუშებ დედას უტრიო დიახაც რატო ვერ გავიგე რამდენი ქართველი ყავთ ხალწარებული მარინა არაბულისა არ იყოს ფულს რომ თხოვდა რამდენი თხოვდა ქალვარც მახსოვს 300 ევროს ხომოვეკეც ჩათლახურად ბოლომდე არ გავჩერდი იმ სამსახურში ერთს გასწავლით გოგოებო ერთ დღეს ერთი დღეს რო დააკლდეთ თუ სამსახურიდან გამოხვალ
და ამ საქმეებს კაპიკს არ უხდი. ეს დაიმახსოვრეთ. საზიზღრები ეს დემშექმებელი. და ამ საქმეები ვიცი აი აგენცია ის აქვს, სააგენტო გაქვს გახსნილი და სააგენტოში რაღაცა კონკრეტულ თანხას იხდი, მაგრამ მიზერულ სამდენს არა და ისინი გაშონინებენ სამსახურს. ეგ მესმის მე მარტო არ ამცდუე სეზიზღრები ესენი. თან მე მარინა არაბულის სახში რო ვიყავი, ისაო რა ქვია ჩემთან გოგოებიო ძალიან თავისუფლად არიან, როცა უნდაო ბანაობენო ჰაიპაი თემებიო ისაო და შეამეთქნაო თან. კარტოფილი უნდა შევიწოდქო. რამდენიმე საათი მომიწია მაგის სახში. და სუხელებში მიყურებ და გაზი რამდენი მაქვს მოშვებული და აქედანაც გიმტრი. წყალი რამდენი ვიხმარე, რა გავსვარე, რა გავრეცხე, საზღარი გოგო ვერ ვიტან მაგას. მე ერთი გოგო ხო დაასაქმა და ყურადღებას არ აქცია და დაურეკე, მე ეგრევე შემიყვანა. იმ დღესო და როგორ შემიყვანა იცი სადღაცა აი მართლა ტრაფიკინგისთვის რო ხარა მოვიდნენ ვიღაცები გასაუბრება გაიარეს ჩემს ნაცვლად ჩემს მანქანაში წამიყვანეს იმ მონას რო წაიყვანე მონას რო იყიდიან ხო აი ეგრე მიყიდეს თავი და მართლა მადლობა უფალს რა ამის იქით ცუდი არ მინახავს. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ცუდ დღეშია და სამწუხაროდ. თავს ვერ აღწევს მაგ საზიზღრებს მაგათ. მერე და ჩარევენ ხოლმე ვითომძველ ბიჭებს თურმე იქან ფული დაიდოს ჯერჯოლი ბიჭო ქალს დაურეკავს ფული დაიდოსო მოსაცემი არ არის, როდის კაცი ქალთან ლაპარაკობდეს ეგეთ რაღაცებს. არ ვიცი. აი მე რატი, შენ კიდე რატვინი წაიღე ვერ გავიგე, რამდენჯერ უნდა დამირეკო? ხო ხედავ ვარ გპასუხობ არა? ნუ მოტყანი ტვინი. ვიდეოებში მიყურე თუ გინდა. აი ეს ხმოვანი შეტყობინებები კიდე. რაუბნები ბიჭო, ანუ მირეკ მაინც. მანდამ ბაზუხო, ბიჭოთან ესეთი ხმოვანი. შემეშვინო. არ მინდა შენთან მეგობრობა. ლიჩნი მეგობრობა თორე. აქ ეხა ეკრანიდან რა პრობლემაა. ოკეი, მოვარდით, რატი აღარ დამირეკო, თორე სახით გავთრევ. ცოტა კიდე გავიმიქოთ. ხალხო არც მაგარი ბესპრიზელი ხდება იტალიაში თან თუ დაგიჭირეს რომ ალალი ხარ ჩერჩეტი ხარ და ჯერ კიდე გარტყმაში არა ხარ აქ რა როგორ იმენა წურავენ ბოლომდე ისე რომ გოგოებო ყველა მაგრად დადით ქალებო არავის დაუხაროთ თავი ბარინა და მზია და ლუიზა კი არა არავის ჩვენ უნდა შევცვალოთ თუ შეგვიძლია ჩვენ უნდა შევცვალოთ ოკეი ჩემო საყვარლებო კი არიან დამცველები, ვინც ასე თუ ისე ესეთი ხალხისგან იცავს ჩვენს ქართველებს და რაღაცა, მაგრამ მაინც თავს იკავებენ, მაინც რაღაცა ისე ვერ იცავენ, როგორც საჭიროა ხდები. ერთ თავსაქმეველზე გავიგე, ქართველ ქალებს მოუკვლიათ და ნაგვის ყუთში ჩაუგდიათ, გადაუხვევიათ რაღაცა აკეტში თუ რაღაცაში. თუ მე ამწარებდა ხალხს.
ასე რომ რადონემდე უნდა მიიყვანო ადამიანი, რომ აი ამ ნაბიჯი, ეს ნაბიჯი გადადგას. რადონემდე უნდა გააჭედინო, რომ მკვლელობაზე წავიდეს. არ ვიცი. ხალხო. ასე რომ მერე და ბევრს რო გონია, რომ ისაო რა ენაღლება იტალიაშია. იცი აქ ხალხი რამდენ სტრესს გადის სამსახურებში. ხა მე გუშინ იუმორში გადავიტანე ჩემი რძლის თემა და ეს და ის, მაგრამ თქვენ იცით აქ რეები ხდება? ერთი ბადანტე გააუპატიურა სახლის პატრონმა და გააგდო სახლიდან. მივიდა ეს გოგო პოლიციაში. შველა ითხოვა. კაცი შვილი ვერ შევიდა ინტიმის სახლში. მით უმეტეს ნაპოლში ხდება რაღაცა არა ამქვეყნიური ამბები. ნაპოლი ძალიან ისეთი ხალხია ნაპოლიში, საშიში, ქართველები უფრო მეტად. ასე რომ სწორად შეარჩიეთ ქალაქისად ჩადიხართ. სწორად. ნაპოლში არ ჩახვიდეთ. მესიზღება ნაპოლი არ ვიცი. არ ვიცი, რატო შემზისხდა, ალბათ ეს ჩერნობილს რომ აგონებდა, ეს გარიბალდის ტერიტორია, ძალიან ბინძური ხო იყო. ხო გახსოვთ, მე ვიდეო ჩავწერე მაგაზე მაშინ. ძალიან საშინელება იყო. ძალიან ხალხო. მე თქვი იტალია, ეს იტალია, მე თქვი ეს იტალია, ხო? არ ძალიან ცუდად გამხადა მე ნაპოლმა. სიბინძურე, ქურდობა, მამაძაღლობა, ყველაფერი. ან პირიქით თუ გინდა იტალიის ცუდი მხარე ნახო, პირდაპირ ნაპოლში უნდა წახვიდე, უნდა გარიბალდში. ნაპოლს აქვს ლამაზი ქალაქები, რა სისულელეა, მაგრამ აი ეს იმენა გარიბალდის ტერიტორია არის რაღაცა საშინელება. ძალიან საშინელება. მერე ის ქართველი ბომჟი ბიჭები იმენა მოვიდა დიანა ბიჟავე საქართველოში და იტალიაში ვარ. გამოიჭერენ საწყალქალებს აქა. ვითომ უყვართ წველი. ერთ გოგოსთან დავმეგობრდი ნაპოლში. იმ გოგოს არც ალი-კვალი აღარ ვიცი. იმ გოგოს ყავდა შეყვარებული. ქართველი. ხონა. როგორ ყვირია ნავათოყურე ერთი. ამ გოგოს ყავდა შეყვარებული ქართველი ბიჭი. იცით რა დღეში აკდებდა ეს ბიჭი?
სახელოს მე და ეს გოგო წამოვედით ერთად იქიდან ნაპოლიდან ანუ ამ გოგოს ხარ ჩამოშორდით თქო მაგ წარგინდა თქო რა ძალიან გთხოვ თქო სახელს არ ვიტყვი ხა იმ გოგოს ხანა მაგრამ იმ საზიზღარმა არაბულმა ვერ უშოვა კარგი სამსახური მე შემიშვა ის ვერ შეუშვა ოღონ საშინელ სამსახურში მართლა საშინელ სამსახურში გაიქცა რა ის გოგო ისე წავიდა ჩვენ გვინდა ახლო სამსახური ხო და მოდი ანუ ჩემი გეგმა ხო იყო რომ მაქსიმუმ 5 თვე ემიგრაციაში და მე თქვი წავიდე საქართველოში ხო ეს გოგო დაბრუნდა გოგო ისევ ნაპოლიში ისევ ამ საზიზღარ ბიჭთან ეს ბიჭი ცემდა ხოლმე მართლაც მაგ დღეს ამოვიღებ ამას ცემდა ისე დღეში აკდებდა ეს ქართველი გოგო ქართველი რო ევროპაში ხელსა ხა აქ იტალიელებიც ვაგონებენ თავისებს კი ბაზარი არა მაგრამ ვეუბნაოდი რა მე ჩამოშორდი ორი შვილი ყავს აი ვიღაცა ყავს იტალიაში ქართველი გცემს რა გინდა მე უთხრა შენ თავი არ გეცოდება თქო აი გაყვა სადღაც ამ ის გოგო რომელიღაც ქალაქში რომში თუ ავწდები ხა მიზოდები მიყესა ეს ბურთილალის ბავშვი დარჩა ხარა ექტაგდეთ რა მე აქ შემოვდები ტელეფონს აქ მოწევდა მე რა უნდა გავიდე უცემი ამბიც კიდე იქ მე ბოლო ამ გოგოს ბოლო ზარი იყო ერთხელ უფრო სწორად ფული მთხოვა და ჩავურიცხე იმიტომ რომ ვალი მქონდა მაგის მე და მირეკა კიდე მთხოვა ფული და არ მქონდა და თან ძალიან შეშინებული იყო რომ ტელეფონი აღარ მაქვსო დამიმტრიო რაღაცა პერიოდულად მახსენდება ხოლმე ეგ გოგო ვერსად ვერ პოულობ მივწერე მის დას არ მომწერი არაფერი მეორე დასაც მივწერე არ მომწერი არაფერი სადანი ცოცხალია რა იმედია ცოცხალი ასე რომ ქართველი ბაღუნზა ქართველი აი ეს ქართველებთან აქ ნუ გექნებათ ურთიერთობა ნურც ბიჭებთან ურთიერთობას სასიყვარლო ურთიერთობას ნუ თუ ახალი ჩამოსულია და უშოთ ის ქართველი გზააბნეულია ის ბიჭი კიდე შეიძლება შენს ჭკუაზე მოიყვანო მაგრამ აი აქ გავარდნილი ქართველი არავითარ შემთხვევაში ხალხო ჩემი კეთილი რჩევა თორემ რა რჩევებიც მე მომცეს იმ რჩევებს გაძლევთ თქვენ თავებს გაუფრთხილდით რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეხლა ფიქრობ ჩამოსვლას და არ გაერიოთ ქართველებში არ იყოთ ბედნიერი ქართველებს რომ დაინახავთ გაგწირავენ ძალიან ბევრი ვიცი ქართველებს პლუს ეს ესხებია და მე მოტყდებიან ხოლმე სხვა ქალაქებში ეს ქართველი ქალები ხო და თეო გამომრჩა კიდე თეოში გამიმართლა მე პირველად ნინო მყავდა და მე გავიცანი თეოსთან დღემდე მეგობრობთ და თეოს ახალი ჩამოსული იყო ნახე ახალ ჩამოსულთან თუ დაიჭერ ურთიერთობას ძველთან არ ძველი გაქიქილი გავარდნე აი ხო ხედავთ დავიჭერეთ და კიდე არასდროს დამოვიწყდება ნაპოლიში რომ ჩავედი მაღაზიაში შევდიოდი
Დააცრემლებული ქართველი ქალბატონი რომ მოვიდა და რო ჩამეხუტა ქეთიო რომ იცნო. ქეთიო რომ დამიძახა და რო ჩავეხუტე და გადავკოცე ტირილი დაიწყო. ძალიან გულთან მოვიდა და მე დავკარგე მაგ ქალბატონის ნომერი მქონდა. არც სახელი მახსოვს, არც არაფერი. არ მახსოვს სახელი მითხრა თუ არა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს ქალი რომ ნახე, მაგრამ ამავდროულად ძალიან დავსევდიანდი თუ სევდა მომგვარა თუ როგორ ქვია დამავიწყდა. მისი თვალები რო დავინახე, რო ტიროდა. ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს, ერთი ეს მითხრა. სიამოვნებით გავესაუბრებოდი მაგ ქალბატონს კიდევ. საწავიდე ხალხო. 2-3 საათში უკვე რაღაცა გეგმა უნდა მქონდეს დღეს საწავიდე, საბუშასაც წავიყვანო. ამინდი კარგია. ვიხართ ესე? რო ფიქრობთ, აი რაღაცა რო გტკივა და რამდენი ხანია არ ამტკივნია და რო აქტივდება, მე ვარ ეს. რაღაცაზე გამეფიქრებ, მეორე დღეს მტკივა, ან იმავე დღეს, ან მესამე დღეს. სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ეს რო გამეფიქრება, ჩემი ცუდი ფიქრები შორს თქო. თმის უთორა ფირმა ეზარება იქით შესურა მე შემდეგ ვიდეოში გეტყვი. ან სტრიმს რომ ჩავთავ, მან ვიტყვი. ერთი სიტყვით ჩემო გულიანებო. დღეს მინდა გადმოვრეკო კიდე სამსახურზე იმ შვილის SMS-ს ველოდები. აი ბარშიც მინდა აქ ბარში მუშაობა, მაგრამ არ ვიცი. ეხა ტაბაკინოში უნდა გავიქცე ყველა ეხა იტყვით ყოველ დღე იქ როგორ მირბიხარო. ანდილაობით რომ მიდის ხოლმე ანტონიო იქით სვავს ყავას კაფეში და სიგარეტს რო ყიდულობს ჩემთვის იქ მიტოვებს ხოლმე თვითონ ტაბაკინოში ეს კოქს აღარ არტყავს რო სახში მოვიდეს თემები. გავდივარ და მომაქვს. აი გავცივდი თუ რა. ბეშამელი ძალიან კარგი გამოვიდა ჩემი, მაგრამ ოდნავ უფრო თხელი რო ყოფილიყო, უფრო კაი იქნებოდა. ანუ 2 ჭიქა სავსე და ვასხილზე და 1 ჭიქას ცოტა წაუტეხე, ანუ 3 ჭიქას სუფთა უნდა დაასხანა. როგორ არ გასცემდა. და ეს ბეშამელი სახში რომელიც კეთდება, მაგ ბეშამელის соуს შეგიძლია ყველი соуს გააკეთო ჩედარი, გაურიო. ძალიან მაგარი გამოვა. უნდა ვსინჯო. აი მეგიდიკო. წავედი ხა მე გაკოცე ძალიან ბევრი და იფიქრეთ ჩემ სიტყვებზე. ქართველებს ჩამოშორდეთ. ძალიან ბევრს გაუჩნდა ნერვოზი აქ, ძალიან ბევრს და მე ეჭვი მქონდა ხოლმე რომ ისა მოხუცები ჩუმად წამალს ხომ არ ურევენ. თავიანთ წამალს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭკუათ მყოფი გოგონები ჭკუიდან შეიშალნენ აქ იტალიაში. ხოდა ღმერთს ებარებოდეთ რა. ღმერთს ებარებოდეთ.